მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბერებო, ჩემი არხის ერთგულო მაყურებლებო. მოგიკითხავთ აქედან ყველას, იმედია ყველა კარგად ხართ. ყველაფერი კარგად გაქვთ, ვინც მიყურებთ, ვინც მილაიქებთ, ვინც მიკომენტარებთ და ისე შემოსული სტუმრებით. ანუ ყველას მოგიკითხავთ აქედან. ეხლა ესეთი კითხვა შემომივიდა. ანუ რისი თქმა სურს სამყაროს და რა უნდა იცოდეთ ამ ახლო მომავლისთვისო და დავიწყოთ ორი ვარიანტი ავიღე. ეს არის კლასიკური რაიდერი, ეს არის თანამედროვე, მაგრამ ესეც კლასიკური რაიდერია პრინციპში. ყველაფერი რაიდერისგან, ოღონდ უბრალოდ არის ინტერპრეტაციები სხვადასხვანაირი და ამის გამო ხდება ხოლმე, რომ ცოტა სხვადასხვანაირია ხოლმე ტაროს პასუხები, მაგრამ მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ პირველი ვარიანტი, აირჩიოთ მეორე ვარიანტი, ან მოვსმინოთ ორივეს, ანუ დავიწყოთ ჯობია რომ ორივეს მოვსმინოთ. ვინც ეხა უყურებს ამ ვიდეოს, შემოსულია ჩემთან ვიდეო კონსულტაციაზე. მიაწოდეთ ესეთი ინფორმაცია. რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის და რა უნდა იცოდეთ ამ ახლო მომავლისთვის. ანუ რომ გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა. როცა გაფრთხილებული ხარ, შეიარაღებული ხარ, არა? თქვენთვის ყველასთვის არის ეს ვიდეო. აი ესე შემოკარგებო. დავიწყეთ თქვენთან ერთად. ვაუ. ეს რატო ამოვიდა გადატრიალებული. ნუ კარგით, როგორც ამოვიდა იყოს, ესე დავტოვებ ასესურს, სამყაროს ასესურს, შემთხვევითობა არ არსებობს და დავიწყეთ. თქვენი სიტუაცია ასეთია შემოკარგებო. აქ ამოდის სტაბილურობა. თქვენი ეხლა აი ამ აწყო დროში თქვენ ზიხართ რაღაც ანუ ან სამსახური გააქვთ, ან ესეთი კარიერული წინსვლა გელოდებათ, თვითკმარი ქალის პოზიციაში ხართ, ესე გიყურებთ სამყარო. სტაბილურად თვითკმარი ქალის პოზიცია, ენერგიული, ყველანაირად აქტიური, მაგრამ ხდება რაღაც დიდი ტრანსფორმაცია თქვენ ცხოვრებაში. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაციაა. მე ვერ გეტყვით რომ ეს არჩევანია, არა. უბრალოდ აქ არის ძალიან ბევრი იდეა, ძალიან ბევრი საქმე, ძალიან ბევრი სიტუაციები. 1 2 3 დაახლოებით 3 თვის, ანუ ძალიან შორს არ უშლი ხოლმე, მაგრამ აი დაახლოებით ესე იკითხება. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდება თქვენ ცხოვრებაში. ეს პირაც არ უკავშირდება. ეს არის უფრო კარიერას, სტაბილურობას, თქვენს ბიზნესს, სამსახურს. მე ვერ ვიტყვი რომ ცუდი მხრივ, არა, იმიტომ რომ აქ გექნებათ ძალიან ბევრი შემოთავაზება. უბრალოდ დაიბნევით, ნახეთ, აი ყველაფერს ერთად, აი ესე ერთად ვერ შეძლებთ. ამაში დაგეხმარებათ ადამიანი გამოჩნდება. შეიძლება თქვენი პარტნიორი, მომავალი მამაკაცი, ასე ჩანს, ვინც გაგარკვევთ ამ სიტუაციაში და ამოდის, რაც მთავარია, ხო? ამოდის ამოტრიალებული განკითხვის დღე. ამ შემთხვევაში ეს კარგია. ანუ ეხა უბრალოდ მე ჩემი ხედვა მაქვს, იცით რომ ინფორმაცია მოდის იმ მომენტში, როცა შევდივარ აი ამ პროცესში, მომდის ჩემი აი ესეთი ცოდნიდან გამომდინარე ჩემი ხედვა, ხო, რასაც გადმოგცემ თქვენ. აქ თქვენი კარმული ვალი გადახდილია, პირდაპირ გეუნებით. იყო სიტუაცია, ეს არის საჯარო გაშლა, პირადი გაშლებისთვის, ვისაც გინდათ
WhatsApp-ს დავდებ ქვემოთ ნომერს და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, როგორც ონლაინ, ასევე პირდაპირ live ჩართვასაც ვაკეთებ კონსულტაციებისთვის და იქ უკვე გაიშლება ეს ყველაფერი დეტალურად, მაგრამ ეხლა ზოგადად რაც ამოდის, ეს არის ვარიანტები, გექნებათ სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ დიდი ტრანსფორმაცია ხდება, კარიერა, ბიზნესი, სამსახური. შეიძლება შეცვალოთ სპონტანურად თქვენი სფერო და ერთი ვთქვათ, რაღაც არქიტექტურიდან გადახვიდეთ, სიტყვაზე ვიძახი, მშენებლობაზე, ან რაღაც კერძო ბიზნესზე. პირობითად ვამბობ. ამაში დაგეხმარებათ ადამიანი, რომელიც აქტიურად იქნება ჩაბმული, ან გამოჩნდება, იმიტომ რომ გზაშია მომავლის კარტია და ამ შემთხვევაში თქვენი კარმა რა არის, ეს მე მგონი იცით ყველამ, ხო? რაღაცები დავაშავეთ, რაღაცები არასწორად, ყველა ესე ვართ, ხო? რაღაცას ვაშავებ და მე ვიხდით, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეეხება თქვენ ფინანსებს, თქვენ ბიზნესს, თქვენ სამსახურს, თქვენ მომავალს. იმიტომ რომ ამოტრიალებული ამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი კარმა ამ შემთხვევაში გადახდილია. ან ქველმოქმედებას ჩადიოდით და ეხმარებოდით ადამიანებს და ამით გადაიხადეთ, ან დაბალანსდა ის ტკივილი, ის იმედგაცრუება, ის რაღაც, ხო? ნეგატივი, ასე ვთქვათ, მთლიანობაში და აღარ არის, აი აქ სამყარომ ჩათვალა, რომ კარმა აღარ არის საჭირო და უბრალოდ ტრანსფორმაცია ხდება თქვენს აქ ბიზნესი, ფინანსები, სამსახური და საქმიანობა ამოდის. და რა თქმა უნდა, მომავლის იმედი და მომავლის გეგმები ოღონდ კარგი მხრივ გექნებათ. შანსს გაძლევთ სამყარო და რჩევათ, თუ შეიძლება პირველი ვარიანტისთვის. ამოდის კი ბატონო, მოლოდინები, იმედი, გამოჩნდება წარსულიდან რაღაცა, შეგახსენებთ თავს, ანუ შეიძლება თქვენი წარსული გამოცდილება დაგროვილი. და აი, ქველმოქმედების კარტი ამოდის ისევე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ შემთხვევაში დაგეხმარებიან, როცა თქვენ დაეხმარეთ, იყო პერიოდი, როცა თქვენ ეხმარებოდით, ეხლა მოვიდა პერიოდი, რომ თქვენ დაგეხმარებიან, იმიტომ რომ სამყარო ბუმბერანგია, ისე არაფერი ხდება. ნახეთ, რასაც გასცემ, ის გიბრუნდება. ასეა სამყაროს კანონი მოწყობილი და ამ შემთხვევაში აყვავებული ქალით ამოდიხართ. როგორც არ უნდა შეცვალოთ თქვენი კარიერა, თქვენი ბიზნესი, თქვენი საქმიანობა, თქვენი სფერო, ყველა ვარიანტში გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ, ეს არის პროგნოზირება. მაგრამ ცუდი აქ არაფერი არ ჩანს, პირიქით. თქვენ გულს დაუჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ანუ პერსპექტივა ჩანს სამომავლოდ, რაც თავარია. პირველ ვარიანტთან დავამთავრე, თუ ამ დაგვარი არის და რეზონირდა, ძალიან გთხოვთ უბრალოდ ერთი სიტყვით მომწერეთ, რომ შეგისრულდეთ, ხო? და მადლობა. გადავედი მეორე ვარიანტთან. ეს არის კლასიკური რაიდერი, ხო? ვინც იცის, ბევრმა შეიძლება არ იცის. ნახოთ, აბა, მეორე ვარიანტისთვის, რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის და რა უნდა იცოდეთ ახლო მომავლისთვის. რას გეტყვით? ნამდვილი original რაიდერი თქვენ ამ შემთხვევაში. რას გეტყვით თქვენ? ჩემო კარგებო, აქ უკვე ამოვიდა ზეციური სასამართლო ამ შემთხვევაში კარმა, სადაც კარგად გაგივლიათ კარმული პერიოდი, თავის გულგატეხილობით, გულზე დარტყმით, გულგაცრუებით, პარტნიორთან ურთიერთობით, ომით, თავგადასავალი სასიყვარულო ამოდის
გადასვლით სხვა ქვეყანაში, სხვა ადგილას, სამსახურის შეცვლით, ბევრი რამე შეიძლება ეხლა ვთქვა, დაანგრევით, ტოტალური დაანგრევით, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებით. იცით, რომ ნეგატივებზე საერთოდ არ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ აქ იმდენი რაღაცები ამოვიდა ერთად. აქაც შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი კარმა აი ამ სამკუთხედი იყო თუ არა აქვს მნიშვნელობა, გულდაწყვეტა, გულგაცრუება, დარტყმა, პირად ურთიერთობებზე აქვს საუბარი, ეს გადაიხადეთ დაანგრევით, ადამიანისგან, წასვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იმიტომ მოხდა, შემთხვევითობა არ არსებობს სამყაროში, ეს უნდა გაგეარათ, იმიტომ რომ აქედან ნახეთ ეს ზეციური სამართლიანობის კარტი, კარმის კარტი, რა ვიცი, რა დაბალანსდა ამით, ამ თქვენი ტკივილით, სამწუხაროდ ასეა, იქ სხვანაირად ესმით, ყოველ შემთხვევაში გამარჯვება ამოგდით, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ ცუდმა დაამთავრა, ცუდმა პერიოდმა და მოდის კარგი. მაინც რას უნდა ელოდოთ კარგისკენ? მეორე ვარიანტი, რას უნდა ელოდოს კარგისკენ? რა შემოუვა კარგი, ხო? სამომავლოდ. გადახდილია, გასაგებია, მისი ტკივილით, ტანჯვით, დარდით, რა შემოუვა კარგით? არა. გასაგებია, ნახეთ, აქ როგორი მომენტი ამოვიდა, ეხლა ამასაც გეტყვით. პირველ რიგში მოდის ადამიანი. თუ ვინმეს გინდოდათ ახალი ადამიანი, გამოჩნდება ახალი გრძნობით. მოაქვს სამყაროს, ეს თვითონ სამყარომ გადაწყვიტა ასე, რომ თქვენთან შემოვიდეს ახალი ადამიანი, ორმხრივი გრძნობით, ემოციონალური ესეთი კარტია და სურვილის შესრულებით. ოღონდ ამას მანძილს მაჩვენებენ. დროს მაჩვენებენ, რაღაც პერიოდი უნდა რომ აღდგეს ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ იყავითო მსხვერპლ შეწირულ პოზიციაშიო ამ შემთხვევაში, რაც თქვენ გაიარეთ, ტკივილი, სტაგნაცია, გაჩერება და წაგება. აი ის სიტუაცია, რაც იყო წარსულში, ეს იყო ბრძოლა, საპერნიჩისტო, როგორ თქვა, მოწინააღმდეგე პირი იყო, ადამიანი, ვისთანაც ბრძოლობდით, ვინც გეღობებოდათ, გიშლიდათ და თქვენ თუ გონიათ, რომ წააგეთ და ამ შემთხვევაში მსხვერპლ შეწირული ხართ ამ სიტუაციიდან, მე გეტყვით, რომ სამყარო ასე არ ფიქრობს. შეიძლება თქვენ ეხლა ესე ფიქრობთ, რადგან ამას გაჩვენებთ, ხო, თქვენი მოცემულობა, მაგრამ სამყარო სხვა გეგმები აქვს თქვენს მიმართ და გეგმები აქვს ის, რომ შემოვა ახალი ადამიანი. იქნება ნამდვილი ორმხრივი სიყვარული. მიენდეთ სამყაროს, ისაუბრეთ ზეციურ ფარველებთან, თქვენ ფარველებთან, ეკონტაქტეთ, ჩართეთ ფარველი ანგელოზი, გაიაქტიურეთ, ილოცეთ, ისურვეთ, ბუნების სამყაროს ძალებთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა, რომ შემოვიდეს ახალი ადამიანი, ახალი სიყვარული, ახალი გრძნობა და თქვენი ოცნება შესრულდეს, ხო? სამყარო თვითონ გეხმარებათ ამისთვის. ნაბიჯ მიდიხართ აქეთ. რომ, ხედავს სამყარო, რომ ძალიან სენსიტიური ქალი ხარ, ადამიანი ხარ, personality, გასაგებია, რომ ძალიან დიდი ტკივილი იყო წარსული, რომ გავუშვი, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი დასაწყისი პატარა ნაბიჯით იქნება და ისევ დატრიალდება ბედის ბორბალი. ამ შემთხვევაში შენ გექნება არჩევანის საშუალება და რეალიზაცია, დაგეგმარება, თუმცა ფრთხილად ესე რო იტყვიან მოზომილად, იმიტომ რომ არ ენდობი, გასაგებია რომ ერთხელ უკვე იყო ღალატი, თუმცა კონტაქტი იქნება აუცილებლად და ბოლოს დაგვირგვინდება ზეიმით, სიხარულით, სუფრით და ძალიან სასიხარულო ამბებით. ეს ყველაფერი გავიგეთ. თუ ამდაგვარი სიტუაცია ყოფილა და ეხლა ხართ, სამყარო გაძლევთ ახალ პატარა ნაბიჯი იქნება, მაგრამ შანსი იცოდეთ. თქვენი
ბედნიერი ცხოვრების რეალიზაციისთვის. თუ ესეთი ამ დაგვარი სიტუაცია გქონიათ, მომწერეთ, მაინტერესებს, დამილაიქეთ და წარმატებები. აბა თქვენ იცით, შეგსრულებოდეთ ყოველივე საუკეთესო წინ თქვენი სანუკვარი სურვილების შესრულებისკენ.